რა როლი აქვს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს განახლებადი ენერგიების განვითარებაში და როგორ ეხმარება ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებით აღებული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაში. ფონდის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე განახლებადი ენერგიების დაფინანსების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფონდის დირექტორთან ვლადიმერ თინლაძესთან ერთად ვისაუბრებ ყოველკვირეულ ენერგეტიკის რუბრიკაში. მოგესალმებით ბატონ ლადო, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებლებს და დღეს ამ მოკლე დროში შევეცდები რომ გაგაცნოთ ჩვენი საქმიანობა. ბატონ ლადო, დავიწყოთ საუბარი, სანამ უშუალოდ დარგში არსებულ სიტუაციას მიმოვიხილავთ, თვითონ ფონდზე მინდა რომ ვისაუბროთ. ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა არის მთავარი მისია და როლი ამ ფონდის? ძალიან კარგი კითხვა და დღეს ხა წინან გამოსვლელებს მომიწია მოსმენა და ჩანს როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია ენერგეტიკის განვითარების გარეშე და ჩვენი ფონდი ენერგეტიკის გრად განვითარებაში, ენერგოდამოუკიდებლობაში უმნიშვნელოვან როლს თამაშობს. ძალიან საინტერესო მიმართულებები განხორციელებია ფონდს, ახორციელებს და გეგმებიც ბევრი გვაქვს და დიდი სიამოვნებით რაც მოვასწრებთ, ხო? თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს ფონდს განხორციელებული და ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი ქარის ელექტროსადგური სწორედ ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ არის განვითარებული. მიმდინარე პორტფელზე რო ვისაუბროთ, დადგმული სიმძლავრე, აი ციფრებში რო გადავიტანოთ, ჯამურად რა მოცულობის ინვესტიციას ეხება და დაახლოებით აი ქვეყანას რამდენი დადგმული სიმძლავრე შეემატება. ძალიან კარგი აღნიშნაა, რომ პირველი სადგური ქარის ფონდის ინიციატივით გაკეთდა. ეხლაც მიმდინარეთ ერთ-ერთი პირველი სადგურები მზის ფონდის ხელშეწყობით გაეშვება, უკვე სამშენებლო ეტაპებზე ვართ გადასული. ეს იქნება 5-25 100 მეგავატიანები, აქ მონაწილეობას იღებენ ჩვენი ქართველი ინვესტორები, ასევე არიან მსოფლიოში ლიდერები ამ სფეროში ინვესტორები და მათთან ერთადაც მუშაობთ. ამ წუთში ჩვენ მუშაობთ სადღაც 400 მეგავატის ფარგლებში პროექტებზე, ეს სადღაც 13-14 პროექტია, რა თქმა უნდა ეს არ არის ეს ერთი მიმართულება, ეს არის მზე, ქარი და წყლის მიმართულებებია და საკმაოდ საინტერესო პროექტებია და ეს ჯამურათაც საინვესტიციოდ $9 მილიარდზეა ჯამური ღირებულება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება. თქვენ ახსენეთ ინვესტორები და ჩემი მომდევნო კითხვა ამას ეხება. თქვენ ყავთ როგორც ქართველი პარტნიორები, ინვესტორები, ასევე უცხოელები. აი ფონდის და ინვესტორის ურთიერთობა როგორია, რა თანამშრომლობის მექანიზმს და სქემებს თავაზობთ იმ ინვესტორებს, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს, ვინც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებით. დიდი ინვესტორები, საერთაშორისო ინვესტორები მათთვის ძალიან კომფორტულია, როდესაც მათთან პარტნიორობაში სახელმწიფოსთან პარტნიორობით ახორციელებენ პროექტს და ჩვენი ერთ-ერთი ის ორგანიზაცია ვართ ამ სფეროში, რომელიც ამ ფუნქციას ვასრულებ და რა თქმა უნდა მათთან ერთად ჩვენ სახელმწიფო პრიორიტეტებს განვიხილავთ, თუ რა ინტერესი აქვს სახელმწიფოს ენერგეტიკის რა კუთხით განვითარებაში. და ესეთი მჭიდრო თანამშრომლობით ყველა ქვეყანას თავისი ნიუანსები აქვს კანონებთან მიმართებაში, ასევე ადგილობრივებთან ურთიერთობაში და ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას და ძალიან ვაჩქარებთ პროცესებს, ესე რომ ჩართულობა როგორია ფონდის? და ჩართულობა ფონდის პარტნიორები ვხდებით, ძირითადად ესეთი მოდელი გვაქვს ამ წუთში, რაც არის და ამ პარტნიორებად მივდივართ პროექტებში და ერთად ვანვითარებთ ამას, როგორც ტექნიკურად, ისევე სოციალურ პირობებს და ძალიან მნიშვნელოვანია მეორდები, რომ ჩვენ მოსახლეობისთვის თუ რა სიკეთე მოაქვს ამ კონკრეტულ ინვესტიციებს, ჩვენ უფრო მეტად ჩართულები ვართ ამაში, მეტად მუშაობთ ჩვენ ხალხთან და ამან ძალიან კარგი შედეგებიც გამოიღო და
ეს ჩვენი პარტნიორებიც მე მგონი მაყურებელი არ არიან ძალიან ბევრი სამომავლო პროექტებიც გეგმავთ მომავალში. თქვენ მოსახლეობა ახსენეთ და ეს თემა მოსახლეობასთან ურთიერთობა ხშირად არის ხოლმე გამოწვევა პროექტების ენერგეტიკული პროექტის განვითარების ეტაპზე. თუმცა ამ რუბრიკის საშუალებით ბევრი სტუმარი ხაზს უსვამს იმას, რომ თითოეული ენერგეტიკული პროექტი არის დამატებითი დოვლათის და შექმნა ქვეყანაში, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ისევე თუნდაც ტურიზმის განვითარების მიმართულებით. აი, თქვენ რა გამოცდილება გაქვთ, რომ გაგვიზიაროთ წარმატებული მაგალითები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და ძირითადად აი რა ტიპის სოციალური პრობლემებია, რაზე ამახვილებენ ისინი ყურადღებას, როდესაც მატერიალში გენერაციის ობიექტები მშენებლობას იწყებს. თითოეული პროექტი განხორციელებული ენერგეტიკული არის ცოტა ისტორიულად ვერ აღიქვეს მოსახლეობამ კარგად და წინააღმდეგობები იყო, თუმცა ეხლა უკვე თანდათან ამ სიკეთეებს როცა მაგალითები უკვე დაიდო თუ რა სიკეთეები შეემატათ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მაგალითები შემიძლია მოვიყვანო ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც არც ისე გრანდიოზულია და იქაურობას ადგილობრივ ლანდშაფტზე არც ისეთი ცუდი ზეგავლენა გაუკეთებია ადგილობრივ ორ სოფელს სადღაც მილიონ ლარზე მეტი სიკეთის ინფრასტრუქტურული პროექტები გაუკეთეს. ისინი ყოველწლიურად მათ სადღაც 200,000 ლარზე მეც ამ ორ სოფელს აღარ ვახსენებ ხა რომელი სოფლებია და რომელი პროექტებია მოსახლეობასთან ერთად განუხორციელებენ ამ თანხის დახმარებას ან ინფრასტრუქტურული იქნება ეს ან სხვა მიმართულებით რომელსაც საერთო გადაწყვეტილების მიხედვით დახარჯავენ ამ თანხებს და ეს მიღებული პრაქტიკაა და მთელ სოფლიოშია გავრცელებული და ჩვენთანაც შემოდის ალბათ კანონის დონეზეც ეს უკვე იქნება ცოტა ხანში ამის ინიციატორები უკვე არიან და გააჟღერეს კიდევაც ეს დაგეთანხმებთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ თავი იგრძნოს პირველივე ეტაპზე ჩართული პროექტის განვითარების ეტაპზე და სარგებელი თვითონ განსაზღვროს საით უნდა მიმართოს. ჩვენ გენერაციის ობიექტების განვითარებაზე ვსაუბრობთ და ყველაფერი მაინც არის ფინანსებთან დაკავშირებული. თქვენი ფონდი, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ცოტა ხნის წინ გახდა აკრედიტირებული უწყება მწვანე კლიმატის ფონდის. ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფონდი მსოფლიოში, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს გაეროს ეგიდის ქვეშ. რა შეგიძლიათ თქვათ, ძირითადად რა ტიპის პროექტების განვითარებაზე ფიქრობთ, რომ მიმართოთ ეს რესურსი და რა ტიპის ფინანსურ მექანიზმზეა საუბარი? იქნება ეს გრანტის, ესხი თუ როგორ? ძალიან კარგი კითხვა. ეს ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაცია გაეროს ეგიდით, რომელიც თვითონ დონორია უმსხვილესი ბანკების და უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების, რომლებიც დაკავებულები არიან კლიმატის გაუმჯობესების მიზნით. ძალიან საინტერესო პროექტები აქვს ამ ფონდს განხორციელებული. ძირითადად ბანკები არიან მისი პარტნიორები და ჩვენ ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია ვართ, რომელიც ჩვენ მისი აკრედიტაცია გავიარეთ და პარტნიორები გავხდით და ამ წუთში ჩვენ მუშაობთ უშკო სოფლების სოციალურ პროექტზე უშკო სოფლების მიმართულებით. ჩვენ ისედაც მთავრობის დავალებით ახორციელებთ განვახორციელეთ 15 ახლა 58 მოსახლე დუშეთის მუნიციპალიტეტში უნდა ელექტროენერგიით უზრუნველყო და ამ ფონდთანაც მუშაობთ და ალბათ რამოდენიმე დროში უფრო 2-3 თვეში უკვე უფრო ზუსტად გვეცოდინება თუ რამხელა მასშტაბის იქნება ეს პროექტი, რა თანამონაწილეობა იქნება მისი, რა ჩვენი, რა სახელმწიფოსი, რა მუნიციპალიტეტების, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ, რომ 50%-იანი გრანტის ანუ გრანტის კომპანია დაფინანსება რომ მივიღოთ.
ბატონო რო შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი ეთერი ენერგეტიკის განვითარების ფონდს აქვს ძალიან დიდი როლი, ასე ვთქვათ, ხო, ქვეყნის გენერაციის განვითარების ნაწილში, როგორც ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებულ უწყებას განსაკუთრებით. თქვენი გადმოსახედიდან რა რჩება ამ დარგისთვის თავარ განვითარების მომავალად პერსპექტივად, რომელიც წყაროს მოიაზრებთ და გამოწვევები რა რჩება ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი, რაც შედარებით ნელა ანვითარებს პროექტებს. ესე იგი ჩვენ პრიორიტეტი კაცრად გავსაზღვრეთ უკვე იყო ძველი დაწყებული პროექტები, მაგალითად ქარის ელექტროსადგურები, მზის ელექტროსადგურები და ჩვენ ახლა მიმდინარე პროექტებს შევიყვანთ ექსპლუატაციაში და ალბათ გადავერთვებით ძირითადად წყლის პროექტებზე, გენერაციაზე და უფრო ჩვენი პრიორიტეტი გახდება ჰიდრომიმართულება, რომლის რესურსით საკმაოდ გვაქვს და გასავითარებელია ნამდვილად და მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით იქნება მიმართული. და გამოწვევებს რაც შეეხება თქვენ რას დაასახელებდით თავარ გამოწვევად, რაც რჩება? გამოწვევა რჩება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ჩვენ ამას უნდა მივახციოთ, პრემიერმაც განაცხადა ეს და ამისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ცალკე გადაცემის თემაა, ნამდვილად ეხლა ვერ ჩავეტევით დროში და არ მინდა ჩვენს მაყურებლებს უკმაყოფილების განცდა დაუტოვო და თუ მომიწევთ შემდეგში ვისაუბროთ ცალკე გადაცემაში ამ მიმართულებაზე, იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად ძალიან დიდი თემაა და აუცილებელი თემაა ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის. ამის გარეშე წარმოუდგენელი ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ბევრი რამ არის სიკეთებიანი ენერგეტიკა. ძალიან დიდი მადლობა, მე გისურვებთ წარმატებებს და იმეც ვიტოვებ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და იმპორტის დამოკიდებულების შემცირება იქნება ჩვენი მომავალი შეხვედრის მთავარი თემა.